აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სოხუმის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ ხელი მოაწერეს. ორივე მხარე ერთობლივი ძალისხმევით შეეცდება განათლების ხარისხის ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე ქართული ენის აკრძალვის პრობლემაზე. ჩვენ ვისაუბრეთ დღეს ისეთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე, როგორიც გახლავთ ქართული ენის სრული უუფლებობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ჩვენ კერძოდ გალის რაიონის ჩვენს მოსახლეობასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. დღითი დღე ეს ვითარება უფრო მძაფრდება, უფრო უარესდება, უფრო მძიმდება. ქართულ ენაზე შეიძლება ითქვას, რომ ესეთი დიალოგურ საუბარშიც უკვე არის აკრძალვები და არათუ სწავლება ქართული ენისა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გქონდა უკვე საუბარი და აუცილებლად დაიგეგმება ის ტრენინგები, ის სამუშაო შეხვედრები, რომელიც შეძლებს ქართული ენის პედაგოგების გადაკვალიფიცირებას, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე მათი უნარჩვევების ჩამოყალიბებას. აქ საუბარი არის გალში მოღვაწე ქართული ენის პედაგოგებზე. განათლებისა და კულტურის სამინისტროს გააჩნია უკვე წლები რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამა სტუდენტებისათვის. ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ წარმატებულ სტუდენტებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ პოლიტიკური მეცნიერების დარგში, აფხაზეთის თემატიკაზე. ამ კუთხით არსებობს ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია, არზაყან ემხვარის სახელობის სტიპენდია და შარშან დაწეს და აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და მხარდაჭერით ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია, რომელიც უშუალოდ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის შექმნილი. დღევანდელი დღე ასევე არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში. გაფორმდა მემორანდუმი განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან. ეს არის კიდე ერთი დამატებითი შესაძლებლობა სამინისტროსთვის და უნივერსიტეტისთვის გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები, თანამშრომლობა, რაც იქნება ორიენტირებული საქართველოს ხვალინდელ დღეს. მემართულება ჩვენი აქტივიზაციის მოემსახურება სტუდენტების იმ ნაწილს, რომლებიც არიან არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის. ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ყურადღება და გულისხმიერება უნდა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მისამართად, რომლებიც აღმოჩნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ვერ ვახერხებთ მათ თანამონაწილეობას და ვერ მოვახერხებთ მათი ინტეგრირება ერთიან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. რექტორმა და მინისტრმა ისაუბრეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც აფხაზური ენის დაცვასა და განვითარებას უზრუნველყოფს. მემორანდუმის ფარგლებში ისაუბრეს სათანადო კვალიფიკაციის მქონე აფხაზური ენის პედაგოგებისა და სახელმძღვანელოების არარსებობაზე.